გრძნობდით, რომ რაღაც მომენტებში ზედ ხტუნაობდნენ ტანზე და რო წამოგვაყენებდნენ იმ მომენტში უკვე სახეს გვითავისუფლებდნენ, ხელებს გვიჭერდნენ უკან და სუფთად გვიტყავდნენ სახეში. ერთიანი პროტესტი შემზარავი ისტორიებით სავსეა. ფიზიკური წამება და ფსიქოლოგიური ტერორი საკუთარი მოქალაქეების მიმართ ქართული ოცნების ხელწერად იქცა. სისტემის ძალადობისა და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობის შესახებ ათობით მოქალაქე ყვება, ზოგიერთ მათგანს დაკავების ღამის გახსენებაც კი უჭერს. ისტორიები კი, რომლებსაც ჩვენ ვუსმენთ, ერთმანეთს ძალიან გავს. სისტემატურად მინიმუმ 3 კაცი ერთდროულად ყოველთვის გვირთყავდა, აი მინიმუმ 3 კაცი. უბრალოდ ეს ერთი და იგივე 3 კაცი არისო, ენაცვლებოდნენ ხოლმე ერთმანეთს. ერეკლე ლოლაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ივანიშვილის ნიღბიანი პოლიციელების ძალადობა საკუთარ თავზე გამოსცადა და წამების ეგრეთ წოდებული კორიდორი გაიარა. 29 ნოემბრის ღამეს ის აქციაზე ძმასთან ერთად მივიდა, ორივე მშვიდობიანი მიტინგის დაშლის დაწყებიდან მალევე დააკავეს. ერეკლე ლოლაძე იხსენებს, რომ 20-მდე ნიღბიანი მოძალადე მათ თავს ლესია უკრაინკას ქუჩაზე დაესხა. მისივე მონაყოლით პირველი მძიმე დაზიანება ადგილზევე მიიღო. პირდაპირ ფიზიკურად გასწორება დაიწყეს. როგორც წავიქეცი, ადგომის საშუალება არ მომცეს მე. არც ჩემ ძმას და რამდენი სანამ წაქცეული ვიყავი, ძირითადად ფეხს გვიტყავდნენ ხოლმე და რო წამოგვაყენეს. პირველი რაც მაქვს, აი პირველივე წამოყენებაზე რამდენიმე თან ხელებით უკან ვეჭირეთ ორ ადამიანს, თავის დაცვას ვერ ვახერხებდი და ყველა დარტყმას სუფთად ატარებდნენ. დასაწყისშივე მომტეხეს, ხა. პირველად რო დამაგდეს დაბლა და წამოაყენეს, მაშინ იმდენად სუფთად დამარტყა, რომ იქვე მომტეხა, ხა, ვიგზენი, აი მარჯვენა მხარეს კბილები შიგნით რო ჩამიწვა, თან გამეჭედა კიდეც. ერეკლე და მისი ძმა ერთმანეთს მალევე დააცილეს. რობოკოპების კორდონისკენ გათრეულს მხოლოდ შეგრძნებები, ფიქრები და შეძახილები ახსოვს. ძმებს ივანიშვილის პოლიციელები ლესია უკრაინკას ქუჩიდან პარლამენტამდე გაუჩერებლად ურტყამდნენ. სახისწულების უმეტესობა მას სწორედ ამ დროს ჩაემსხვრა. მიღებული დაზიანებების გამო კი მას სახეზე ოპერაცია დასჭირდა. რობოკოპების კორდონი როგორც გახსნეს, იქ უკვე კორიდორი გააკეთეს, მაგრამ ამ კორიდორში არ გაგვატარეს სუფთად და ისე რომ აი თქვა სირბილით მაინც გავეტარებინეთ. ხან მარჯვენა მხრიდან შეგვითრევდა რამდენიმე კაცი იქ წაგვაქცევდნენ, გვიტყავდნენ, მერე უკან რო დაგვაბრუნებდნენ, მერე ეკით მოხალისე გამოჩნდებოდა კიდე და ხო წამოვდექი ამ კორდონის მე რო წამომაყენეს. დამხვდა ეს სამკერდე ნიშანზე, როგორც დავინახე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი უნდა ყოფილიყო, თუ არ ვწდები. და ამ ჩამოწეული ნიღბით მელაპარაკე სახე გამისწორა და ნუ შენ იცავ მშვიდობას თუ შენ გინდა მშვიდობა თუ რაღაც ესეთი მითხრა. ხო და არც ქონდა ეს დასრულებული, როგორც დაამთავრა, მარჯვენა მხრიდან ჩამარტყა უკვე კიდე ვიღაცა, კიდე წავიქეცი. იზოლატორში გადაყვანის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დამძიმდა. სამედიცინო დახმარების გამოძახება პოლიციელებს თვითონ მოუწიათ. არაადამიანური მოპყრობის მიუხედავად, ერეკლეს 29 ნოემბრის ღამიდან ყველაზე მტკივნეულად მაინც სხვა რამ ახსენდება. ყველაზე მძიმე ის იყო, რომ აი როცა დაკავება დაიწყეს უკვე ფიზიკურად გასწორება და ჩემ ძმას მაცილებდნენ, აი მომენტში რომ მივხვდი რომ იგივეს გადიოდა ჩემი ძმა, რასაც მე ფიზიკურად ამ დროს სხვა რამეზე ფიქს ვეღარ ვახერხებდი. 3 დეკემბრის დილას ხარებას სადამსჯელო რაზმმა სასტიკად იძალა და დავით ჯანიაშვილზე. მისი ისტორია განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა და მოსასმენად მძიმეა. ამბავი რუსთაველის გამზირზე დაიწყო. რობოკოპები დავითს მიზან მიმართულად გამოეკიდნენ. სტანდარტულად შეითრიეს და წამების კორდონიც გაატარეს. მისი თქმით, კოშმარი მაშინ დაიწყო, როცა კორდონს გაარიდეს და პოლიციის მიკროავტობუსში შეაგდეს. მას დეტალურად ახსოვს თუ რა ხდებოდა საწამებელ ტრანსპორტში 9 საათის განმავლობაში. ჩვენ მინიმუმში დაახლოებით 5-7 ადამიანი შემოდიოდა, გვირთყავდა და ალბათ რომ დაიღლებოდნენ, მე გადიოდნენ. მომენტი იყო, როდესაც ძირს ვეგდე, თავი მქონდა მიყუდებული ამ მინივენის ერთ-ერთ კედელზე და ვიღაც ერთ-ერთი ამ რობოკოპი თუ არ ვიცი რა ქვიათ, ამოვიდა, შემოვარდა და პირდაპირ ესე მიყუდებული რომ თავი გვერდზე 2 წუთი გაჩერებული იყო ყველაფერი, ამოვარდა და პირდაპირ დამიწყო ფეხის რტყმას საფეთქელში და ყბებში და ამ ადგილებში. მე რაღაც მომენტში მართლა ვიფიქრე რომ შეიძლება ცოცხალი ვერ გადავრჩენილიყავ. ნიკოლოზ ჯანიაშვილზე მხოლოდ ფიზიკურად არ უძალადიათ, იძალდეს მორალურადაც. ემუქრებოდნენ სიკვდილით, ცემისას ნიღაბს ამოფარებულებმა მოპარეს ნივთებიც, მათ შორის ფეხსაცმელი. ერთ-ერთ ადამიანს გარეთ იარაღი ჰქონდა და ნუ ამ იარაღითაც დაგვიმუქრნენ რომ ტელეფონს თუ არ გახსნი, ტვინს გაგახსოვინებს და ნუ რაღაც ეგეთი შეძახილებიც იყო. წყალით შეგვასხეს, ანუ სიცივე იყო, ანუ თან დეკემბერი არის, ნუ ცივი რა თქმა უნდა, წყალი რო შეგვასხეს, ანუ კიდევ უფრო გავიყინეთ, ტანსაცმელი შემოგვახიეს ზედ, რავი, რაც მოეწონათ გაგხადეს, წაიღეს, ფეხსაცმელები მომპარეს, ანუ რა კაი ფეხსაცმელები გაცვიოდა. გამხადეს და ვიცი გაქრა მაგის მე აღარ მინახავს ეგ ფეხსაცმელები. აქციის მონაწილე კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, თუმცა სამედიცინო დაწესებულების ნაცვლად ის იზოლატორის ავტოფარეხში აღმოჩნდა. გარაჟში შეგვიყვანეს და აი ამ მდგომარეობაში რო ვიხვეწებოდი მე
სასწრაფოთი რამენად გადავიყვანეთ და ვიყინებით და იქ არა ადამიანურ პირობებში ვიყავით. გარაში წარმოიდგინეთ არც გათბობა არის, სველები ვართ, სულ ფეხზე არ მაცვია. ერთი სკამი იდო, რომელზეც ვერ ვიჩერებდი თავს და ხშირად ვარდებოდი კიდეც მაგ სკამიდან. რაღაც მომენტში ძირსაც ვეგდე. ტვინის შერყევა, დალეწილი სახის ძვლები, ყბის სახსრები და კბილები ესის მცირედი დაზიანებები არაც დავით ჯანიაშვილს ნიღბიანებმა მიაყენეს. მხარის საკვების მიღება სულ ახლახანს დაიწყო, სუნთქვა კი დღემდე უჭირს. ახლა ის მკურნალობის კურსს გერმანიაში გადის. ყველა მხრიდან ჩემი მიმართულებით ხედავდი მუშტს მოქნეულს, ასევე იყო სალანძღავი სიტყვები გამოყენებული, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ვერ აგიხტეთ როგორი ზიზღით ნაკარნახევი. 29 ნოემბრის ღამეს აგრესიის მსხვერპლი გახდა ნიკა დანელიაც. დემონსტრანტი იხსენებს, რომ მას და მის მეგობარს თავს მოულოდნელად დაესხნენ. დაკავების კადრები ჩვენმა კამერებმაც გადაიღეს. კადრებში კარგად ჩანს, რომ მეგობრები შავნიღბიანებმა დაკავებისთანავე რობოკოპების კორდონში შეიყვანეს, თუმცა მანამდე ციცაკის სპრეის თლიანი ბალონი შეასხეს სახეში. ნიკა გვიყვება, რომ მის მიმართ მოპყრობა გაცილებით სასტიკი კორდონის მიღმა იყო, როცა იმ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რასაც ტელეკამერები ვერ იხებდნენ. გაგვატარეს, ასე ვთქვათ, ესეთ კორიდორში, სადაც დაახლოებით 10-დან 15 ადამიანამდე ვინც კი მოახერხა და მოგცვა, ასე ვთქვათ, ყველა მუშტებს იქნება ჩვენი მიმართულებით, სახის არეალში, ზურგის, ხრების ყველა მიმართულებით, ასევე რაღაც მომენტში ვიყავით ძირს, შედგნენ ჩვენზე წიხლებითაც. 4 ადამიანს დაახლოებით ვეჭირეთ ხელებით, გაკავებული ვყავდით და გარშემო ვინც იყვნენ ამ კორდონში, ისინი უბრალოდ ჩვენი მიმართულებით იქნებდნენ მუშტებს. შავნიღაბს ამოფარებული პირების მხრიდან აგრესია გაძლიერდა მაშინ, როდესაც ხარებას რაზმს ნიკას ვიზუალი და სტილი არ მოეწოდა. როგორც თავად ამტკიცებს გედედეს თანამშრომლები, არ მალავდნენ, რომ მას საყურისა და შეღებილი თმის გამო სცემდნენ. ნიღბიანების მხრიდან ძალადობა დაკავების მანქანაშიც გაგრძელდა, თუმცა ცემაზე მეტად მტკივნეული ნიკასთვის პიროვნული შეურაცხყოფა იყო. მას შემდეგ რაც მომძრომ ეს ნიღაბი რაც მეკეთა თავზე და დაინახეს შედარებით განსხვავებული სტილი მქონდა და გარეგნობა, გულისხმობ მიკეთია საყურე მაქვს შეღებილი თმა, ამაზე უფრო გაორმაგდა მათი მხრიდან აგრესია. ახსენებდნენ ისეთ სიტყვებს, როგორც იყო ის საყურიანო, ასე შემდეგ ამ ქათმებს ჩავაბარებთ ქვეყანას. ნიკა დანელიას ერთად დააკავეს მისი მეგობარი გიორგი ბაგრატიონიც. გიორგი კორდონის წინ საქართველოს დროშით იდგა, რამაც შავნიღბიანების გაღიზიანება გამოიწვია. დემონსტრანტი ამტკიცებს, რომ გედედეს თანამშრომელს თავიდანვე დაემორჩილა, თუმცა ძალადობრივი კორდონის გავლა მაინც მოუწია. უსამართლობის განცდა გიორგის ახლა მიღებულ დაზიანებებზე მეტად აწუხებს. ყველა რაღაცას ყვირს, ყველა ცდილობს, რომ ანუ რაც კი თავში მოუვა, ყველაფერი, ანუ ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მოგაყენოს. ისე რაც უთხარი მოვდივარ მეთქი, მაგრამ ამის და მივუხედავთ ორმა ადამიანმა ფეხებში მომკიდა, ორმა ხელებში და ამწიეს ჰაერში, მერე დამაგდეს, მერე ისევ ამწიეს. უხეშად რო გითხრათ, მეც და ჩემი ძმაკაციც ჯერ გვახოხიალეს, მერე გვირთხეს. სამართლოში გადაყვანილმა ბევრი ისეთი რამ ნახა, რაც მისთვის გამოუგნებელი აღმოჩნდა. პოლიციელებმა არ იცოდნენ, რა უნდა დაეწერათ მის ოქმში, რადგან დაკავების ადგილზე არც ერთი მათგანი არ იმყოფებოდა. სამჯერ შეეშალა ამ ფორმის შევსება და მე-4ჯერ დაწერა თავიდან. და უბრალოდ ამ გამომძიებელმა უთხრა, რომ ანუ უბრალოდ აიღეო და ეს გადაწერო, რაც აქ წერია სიტყვით. კომპიუტერთან ედურა ტელეფონთან იმასაც მისდიოდა მესიჯები და იმის პარალელურად რაც ამას მოსდიოდა და არ ვიცი ხე WhatsApp-ის ჯგუფს რა ქვია, არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ლოგო აქვს თავისი იმისი, რა ქვია, შსს რომელიღაც იმის სამსახურის ლოგო აქვს და ყველა იქ არის გაერთიანებული, რა ვინც აქციაზე არის და შესაბამისად იქიდან მოდის ბრძანება, რომ შენ ეს გააკეთ. ეხლა დაბრუნდით ბიჭებო, რაკენით აბას წაიყვან, მიიყვანეთ ეგ ტიპი. ძიმე ღამის შემდეგ 17 საათი სასამართლოს იზოლატორში გაატარა. შაბლონური ოქმის ცრუმოწმებისა და ცილისწამების შემდეგ სასამართლომ ის სამართალ დამრღვევად ცნო. ჩაქვეს ამ მაიმუნების სკალიას ასაც ეძახიან. იმაში ამ სასამართლოს იზოლატორში სარდაფში რაც არის, სადაც ამ ბევრად უარესი მდგომარეობა არის, ვიდრე, რა ქვია, დროებითი მოთავსების იზოლატორ სახეში. ანუ სასამართლოს იზოლატორში არც წყალი არ არის. არის ალბათ 15 კვადრატ, ნუ ეხლა თვალე არ ვიცი რამდენი არის, მაგრამ უპატარავესი ოთახი არის ჩაბნელებული. მერე კიდე ეს ჩვენი დამკავებლები შემოვიდნენ სასამართლოში და სასამართლოც 10 საათის 10 საათიანის ხდომის მერე, რა თქმა უნდა, ისევ გამომტყუნებელი განაჩენი გამოგვიტანა ყველას. აქციაზე დაზარალებულები ქვეყნისთვის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ. ყველა მათგანი რუსთაველის
გამზირზე დღესაც დგას, რადგან სასტიკი რეჟიმის არ ეშინიათ. სისტემა კი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ მოქალაქეებს სამართალდამხვევებად აცხადებს და აჯარიმებს. გამოძიება ძალადობრივ საქმეებზე ფორმალურადაა დაწყებული, არც ერთი მოძალადე ნიღბიანი იდენტიფიცირებული და დაკავებული არ არის.